ამეთი როგორ შეგიძლიათ რომ სულ რაღაც 40 წუთი მოითმინოთ. ალბათ ნახოთ. გამოჩნდება. თქვენ ხართ სამშობლოს ცოდნეობის ძალიან კარგი. მოდი ახლა სანამ თქვენ შეკითხვებზე გადავიდოდე, ახლა ორშაბათი რომ მოდის, აი დღეის სწორი. არის დიდი საუფლო დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ხარება. ხარება რას ნიშნავს? ახლა ნახეთ, აი მე რომ გაჩვენეთ. ხო ხედავთ, მთავარანგელოზი გაბრიელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ესე იგი, პატარაობიდანვე ტაძარში მიაბარეს, იქ იზრდებოდა ქალწული მარიამი. იქ მან ისწავლა ხელსაქმე, ისწავლა, ესე იგი, წმინდა წერილის კითხვა, ისწავლა, ესე იგი, მოხუცების და ავადმყოფების მოვლა პატრონობა, როგორ ეზრუნა მათზე. და მან წმინდა წერილი რომ ისწავლა, იქიდან იცოდა, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოსულიყო და ადამიანი ჯოჯოხეთის ტყვეობიდან უნდა გამოეხსნა. და ასევე ისწავლა, რომ ღმერთი ადამიანად რომ მოვიდოდა და ადამიანად მოსული ღმერთი არის იესო ქრისტე. ნახეთ, იშვებოდა ქალწულისაგან და ფიქრობდა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იჯდა ხელსაქმეს აკეთებდა და ფიქრობდა, რა დიდებული ქალბატონი იქნება ის, ვისგანაც ღმერთი სამყაროს ადამიანად მოევლინება. და ფიქრობდა, ნეტავი იმ ქალბატონის მსახური მაინც ვიყო, რომ შორიდან მისი დანახვა შემეძლოს. აი შენატრო და იმ ქალბატონს, იმიტომ რომ მართლაც სანატრელი ამბავი იყო, წარმოიდგინეთ, როგორი სიმდაბლე უნდა ჰქონოდა. აი თქვენ ახლა შეიძლება ვერ მიხვდეთ, მაგრამ მშობლებისთვის ვიტყვი. როგორი სიმდაბლე უნდა ჰქონოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, სულ ყველაფერს თავი დავანებოთ. ასეთი შვილი ყავდა და მაინც თავდაბალი დარჩა. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენი შვილი რაღაცა პატარა კარგ რაღაცას გააკეთებს და ერთი ამბავი ატყდება, ეს ჩემი შვილია, ჩემმა შვილმა გააკეთა, ამაყობს ჩვენი შვილი, ყველაზე კარგი გონია და თავი მოსწონს და თავი მოაქვს მშობელს ამითი. და ამ პარტავნებაში ვარდება. თუმცა ეს მშობლისთვის ძალიან დიდი სიხარულია, თავისი შვილის კარგ საქციელს რო გაიგებს, ამაზე დიდი სიხარული მშობელს არ აქვს. მაგრამ ამითი კი არ უნდა იამაყოს, იამპარტავნოს, არამედ მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს და ამითი მისი შვილი კიდევ უფრო უკეთესი გახდება. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალწული მარიამი რაღაც ხელსაქმეს აკეთებდა და ამ ფიქრებში იყო გართული, რა დიდებული ქალბატონი იქნება ის, ვისი მეშვეობითაც ღმერთი სამყაროს ადამიანად მოევლინება და სწორედ ამ დროს მთავარანგელოზი გაბრიელი მივიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, აი ნახეთ და ახარა, გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთან, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ასე იგი ამითი რა უთხრა, იცი რომ ამ გამოცხადების დროს რა უთხრა, რომ შენგან იშვება სამყაროს მხსნელი. და ქალწულმა მარიამმა თქვა, რომ იყოს ნება ღვთისა, აჰა მხევალი ღვთისა, მე მისი მსახური ვარ, როგორც ღმერთს მომდოდეს, ისე მოხდეს. და ეს ყველაფერი სიმდაბლით მიიღო. კი არ გაამაყდა, არამედ სიმდაბლით მიიღო. და სწორედ ეს დღესასწაულია ხარება, რომ როდესაც თითოეულ ჩვენთაგან მთელ კაცობრიობას ძალიან დიდი სასიხარულო ამბავი ეხარა, რომ ღმერთი მალე ადამიანად უნდა მოსულიყო. და სწორედ აი კანკელზე, როგორც გითხარით, იმიტომ არის გამოსახული სამეუფო ჭეში, სამეუფო კარში, რომ ესე იგი ეს არის გამყოფი ტაძრისა და საკურთხეველისა. აქედან იწყება საკურთხეველი. საკურთხეველი, როგორც უკვე ვთქვით, სასუფეველს განასახიერებს. და აი მისი კარი არის სწორედ ხარების დღესასწაული. აქედან იწყება ის საღვთო განგებულება, რასაც საბოლოო ჯამში მოყვება ქრისტეს შობა
მერე მოყვება ქრისტეს უნება ჯვარცმა, ახლა მოდის ჯვარცმის დღეები, უნების დღეები. ქრისტეს კუდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. და ეს არის ყველაზე მთავარი, ესე იგი რომ ქრისტე ადამიანისთვის ჯვარს ეცა. ახლა ჩვენ რომ წეღან ვამბობდით, რომ აი რო ვერ გაუგეთ თავი და ბოლო, ახლა თან მე ცოტა ხუმრობ, რა არის მოთმინება მეთქი. წარმოიდგინეთ, ქრისტემ ჯვარზე ჩვენთვის რამდენი მოითმინა. და ახლა მე უბრალოდ გეკითხებით, აი ჩვენ ქრისტეს გულისთვის რისი მოთმინა შეგვიძლია? აი რას მოითმენდით ქრისტეს გულისთვის? აი მოდი ჩვენი ცხოვრებიდან შეგვიძლია რაიმე მაგალითი ავიღოთ, რომ აი ან რაში შეიძლება გამოიხატოს ეს მოთმინება? თქვენ რას იტყვით? რაში შეიძლება გამოიხატოს? აი ჩვენ ქრისტეს გამო რა შეგვიძლია რომ მოვითმინოთ? აი მარხვაში კი ბატონო, აი რაღაცა გინდა რომ ჭამო და რომ ითმენ, რომ არ ჭამ. გინდა, მაგრამ არ ჭამ. კიდე რა შეიძლება გამოიხატოს? აბა მაგასაც თქვენ. ტკივილი, აი რაღაც რო ტკივა და რო ითმეს. ხათე შორის. წმინდა მამები, აი წმინდა პაისი ათონელი და სხვები, ასეთ რამეს ამბობენ. როდესაც ადამიანს რაღაცა ტკივილი აქვს, აი ავად გახდა, რაღაც ავადმყოფობა აქვს და ამას ითმენს და ღმერთს მადლობს. ეს ჩაითვლება მოწამეობად. აი ახლა ხო დაუშვათ აი ქრისტიანობისთვის ესე მით უმეტეს საქართველოში ესე არავინ არ აწამებს არავის ფიზიკურად ყოველ შემთხვევაში. მაგრამ თუ ადამიანი იმ ტკივილს ითმენს, ავადმყოფობას ითმენს, ქრისტე ჩაგითვლის, რომ შენ მისთვის აი ტკივილი მოითმინე და მოწამეობად ჩაგითვლის. ოღონდ როდის? როდესაც შენ მადლობ ღმერთს. ახლა აი მაგალითად, მაგრამ მე გადვილი კი არა, ახლა ფეხი რომ მოიტეხო. ხო ტკივა, ხო ითმენ, თან რამდენი რამე გაქვს მე მოსათმენი, მარტო ის კი არა რომ გეტკინა ერთხელ. კარგა ხან სეზონში ვერ გახვალ, ვერ ითამაშებ, რაღაცა სულ გარკვეული პერიოდი კოჭლობით უნდა იარო. ნუ სკოლაში თუ ვერ წახვალ შეიძლება გაგეხარდეს კიდეც, მაგრამ ეზოში რო ვერ გახვალ ბავშვებთან. ამ ყველაფრის გამო რომ არ წუწუნებ, რო არ იტყვი რომ რატო მომივიდა, არამედ რომ იტყვი გმადლობ ღმერთო რომ ესეთი რაღაცა მოხდა. სხვადასხვის აი კაცი თუ დააკვირდება, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ერთი ესეთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. შეიძლება კიდევაც იცით, მაგრამ არ წაპირებდი ამის მოყოლას, ახლა უცბად თავში ამოტივდით. ერთი მეფე იყო და ამ მეფეს ყავდა მეგობარი. რომელსაც ამ მეგობარს ესეთი ჩვევა ჰქონდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერზე ამბობდა, რომ აი ეს კარგიაო. და ერთხელ მოხდა ისე, რომ სანადიროდ იყვნენ წასულებიდან, მეფემ თითი დაკარგა. თითი მოეჭრა, მოკლედ რაღაცა მოხდა ისე, რომ თითი დაკარგა და ამ მეგობარმა თქვა, რომ ეს კარგიაო. და მეფეს ეწყინა, გაბრაზდა და წაიყვანა და სადღაც საპყრობილეში ჩააგდო. ეხლა მეფე უკვე მარტო დადის სანადიროდ. მოხდა ისე, რომ მეფე ჩაიგდეს ხელში კაცი ჭამიებმა. კანიბალებმა ჩაიგდეს ხელში და მიიყავთ ეხლა თავისი სარიტუალო, ხო გინახეთ აი მულტფილმებში ჯოხზე რომ ააბავენ ხოლმე და ესე რომ მიიყავთ და თავი ცეცხლს დაანთებენ და მე ხოდა მიიყვანეს და უკვე საცა უნდა თავისი რიტუალი აღასრულონ და შესანსლონ ეს კაცი და ნახეს რომ თითი არ აქვს ნადირობისას რომ დაკარგა, ხო გახსოვთ? ხო და თქვენს რომ არა ესეთი ჩვენ არ გამოგვადგება, საღი უნდა იყოს. თითი რო არ აქვს, ეგეთი არ გამოდგებაო ჩვენი წესის შესასრულებლად და გამოუშვეს. მივიდა თავის მეგობართან, გამოიყვანა ციხიდან და უთხრა, თან დამავიწყდა ციხეში რომ ჩააგდო. ამ მეგობარმა თქვა, ესო კარგიაო. ხო და რომ მივიდა ახლა და ციხიდანაც გამოიყვანა, მაშინაც ამბობდა რომ კარგია, მადლობა ღმერთსო. ეს მეფე ეკითხება, რატო ამბობო ყველაფერზე კარგიაო? აი თითი რო დაუკარგეო, რა იყო იმაში კარგიო? შენ რო საპყრობილეში ჩაგაგდეო. და ეხლა ნახე რას ეუბნება. აბა მეფეო, ეხლა დაფიქრდითო თქვენო. თითი რო დაკარგეო და მე რო საპყრობილეში ჩამაგდეო. როგორ არ იყო კარგიო? ეხლა მე რო საპყრობილეში არ ყოფილიყავი, ხო შენთან ერთად ვიქნებოდი სანადიროდ.
და შენ რო შეგატყობდნენ რომ თითი არ გქონდაო მე ვის შეჭამდნენ ვისაც ყველა თითი ადგილზე გქონდა ხო მართალი და მეფესაც რო თითი არ დაეკარგა ხო მეფესაც ზედ მიაყოლებდნენ ხო და შემთხვევით არაფერი არ ხდება ამიტომაც თუ კარგი რომ თუ კაცი გონივრულად დაუკვირდება ყველა იმ ვითომ ცუდში რაღაცა კარგი იქნება აი წმინდა პაისი ათონელი ესეთ რამეს ამბობს მე მჯერა რომ ღმერთი უბედურებას არ მოახდენს თუ იმ უბედურებით უფრო დიდ უბედურებას არ შეუშლის ხელსო და აქ ეგრე არ მოხდა თითი დაკარგა თითქოს უბედურება ახლა აბა კარგია რომ თითი დაკარგე ადამიანურად რო შეხედო არ არის კარგი მაგრამ ამ თითის დაკარგვამ ის სიკეთის გადაარჩინა ხო მართალი აი კიდე რა შეგვიძლია რომ ქრისტეს გულისთვის მოვითმინოთ გაბრიელ რას მოითმენთ მე მოუთმენდი ქრისტეს გულისთვის სიკვდილს რადგან ქრისტემ ჩვენთვის გვარს ეცხო მოდი ცოტა მიწაზე ჩამოვიდეთ და ის თქვათ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ არ ვიცით ეს შორიდან ჭიკჭიკი ძალიან ადვილია ბავშვო მაგრამ იქ რო აღმოჩნდები იქ ეგრე ადვილი არ არის ჩვენ სიკვდილს კი არა შეიძლება იცი რა ვერ მოვითმინოთ ჩემმა ძმამ ჩემზე ცოტა დიდი შოკოლადი რო შეჭამა შეიძლება ამოხდეთ ანსაცმლიდან რა სიკვდილის მოთმენაზეა ლაპარაკი აი ჩემმა დამ დაუშვათ გოგონა ვარ და ჩემი კაბაჩაი ცოდა ისე წავიდა გარეთ მე გამეღვიძა აი მე რა დღეს დავაყრი სახში რომ მოვა ჯერ სიკვდილის მოთმენამდე ცოტა ბევრი გვიკლია ჩემი მანიკურები წაისვა რა დამიხარჯან ხოხდებით იმას უფრო მეტი შეხვდა მენაკლები შეხვდა ვიღაცამ გაწყელინა შენ 7 იმდენი გინდა გაუკეთო წეღან რო ამბობდით ხო გახსოვთ ხელი რო ჩამარტყასო მოვითმენო ეგ ჭიკჭიკი კარგია ადვილია ნეტა მართლა ეგრე იყოს ეგრე ადვილი არ არის მოვითმენია შენ მაგალითად შეპატარა და შენ მართლა მაგარი ყოფილი ოჯახ რა მე ჩემი დეგმას სათამაშოების მიტყავენ და მაგაში თვითონ ო მოიწმინდა ოღონდ უთხარი ხომე რომ რბილი სათამაშოები ჩამარტყი აბა მოდი თქვენს კითხვებს მიუბრუნდეთ ოღონდ ეხლა ამაში რა ჭირდება აბა შეგიძლიათ რომ ერთმანეთის ხათრით მოითმინოთ და მხოლოდ ერთმანეთს მოусმინოთ მაშინ როცა ის ერთი ლაპარაკობს შეგიძლიათ აბა ვნახოთ ვინ შექმნა ადამიანებიო ადამიანები ღმერთმა შექმნა რომელ წელს აშენდა პირველი ეკლესია სად საერთოდ პირველი ეკლესიები პირველი ტაძრები მე რამდენადაც ვიცი აი მიწის ზემოთ რაზეც არის ლაპარაკი კონსტანტინე დიდის დროს აშენდა პირველი ქრისტიანი იმპერატორი რომში მანამდე ტაძარი მიწის ზემოთ ფიზიკურად ვერ იქნებოდა იმიტომ რომ ქრისტიანობა იდევნებოდა და მაგის უფლებას არავინ არ მისცემდა მაგრამ არსებობდა ახლა წარმოიდგინეთ რომ აქ იყოს ერთი პატარა კარი და იქიდან ჩვენ ჩავდიოდოთ მიწის სიღრმეში და იმ მიწის სიღრმეში აი ასეთი ოთახები იყოს ზოგი ცოტა პატარა ზოგი ამხელა ზოგი ცოტა დიდი და ამას ერქვა კატაკომბები რომში მიწის ქვეშა ესე იგი ოთახები იყო და ქრისტიანები იქ იკრიბებოდნენ და იქ ლოცულობდნენ ხოლმე მაგრამ მე-3 საუკუნის შემდეგ 313 წელს რომ მილანის ედიქტი გამოსცა კონსტანტინე დიდმა შეწყდა ქრისტიანების დევნა და უკვე შესაძლებელი გახდა რომ ტაძრები უკვე მიწის ზემოთაც ყოფილიყო. აი ამ პერიოდს უკავშირდება პირველი ტაძრები. რა არის მარხვა და რისთვის ვიცავთ დღესასწაულის წინ? არა მარტო დღესასწაულის წინ ბავშვებო, მოდი პირველ რიგში იცი რა ვთქვა, დღესასწაულის წინ იმიტომ ვიცავთ რომ აღდგომის დღესასწაულს უნდა შევეგებოთ განწმენდილებს. და ოთხშაბათს და პარასკევს იმიტომ ვიცავთ მთელი წლის განმავლობაში, რომ ქრისტე ოთხშაბათს იუდა ისკარიოტელმა ჩვენთვის გაყიდა, ესე იგი, გასცა, უღალატა და ქრისტემ ეს მოითმინა ჩვენთვის. და პარასკევს
ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცვა და ეს მოითმინა ჩვენი სიყვარულისთვის და ჩვენ მისი სიყვარულის გამო ოთხშაბათს და პარასკევს ახლა ბარკლის ჭამისგან თავი ვერ უნდა შევიკავოთ. აი მაგალითად თქვენ რო ახლა ამბობთ მოვითმენთ შეგიძლიათ აბა მოდი თქვენს თავს დაუსვით შეკითხვა შემიძლია რომ ოთხშაბათს და პარასკევს ტელეფონი არ ავიღო ხელში მარტო დასარეკათ ავიღო აი არა ეს ხმამაღლა კი არა ბავშვებო ეგრე არა თქვენ რომ სახში მიხვალთ მარტო რო იქნებით აი რო დაწვევი დასაძინებლად საკუთარ თავს შეეკითხეთ შემიძლია რომ ეს მე ქრისტეს გულისთვის მოვითმინო ოთხშაბათს პარასკევს არ გავერთო იმითი აბა კითხეთ და აბა როგორ გამოგივათ ნახოთ ვინც მოითმენს და მოინდომებს ფალი იმას შეაძლევი რა ხოდა ვისაც უყვარს რა არის სიყვარული რა არის სიცოცხლე ეთანხმებით თუ არა გოდერძის ჩოხელს რომ სიცოცხლე სევდა ადამიანად ყოფნის სევდა ხოლო სიკვდილი ადამიანად არ ყოფნის სიკვდილი სევდა ადამიანად არ ყოფნის რატომ ჩვენ უფალი გვასწავლის პატიებას ეს მეორე შეკითხვა სიცოცხლე არის ადამიანის ღმერთთან ერთად ყოფნა. წმინდა მოწამეები ესე ამბობენ, აი გარდაცვალების წინ ქრისტესთვის მოწამეობრიოთ რომ უნდა აღესრულონ. ისინი ამბობენ, სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არ არის სიცოცხლე, არამედ არის სიკვდილი. და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის სიცოცხლე. აი ესე იგი იმის გამო მოთმენა რომ სხვა კარგად იყოს, ეგ არის სიცოცხლე. იმის გამო რომ უარსიტყვი დაუშვათ დასვენებაზე რომ სხვა კარგად იყოს და სხვას მიეხმარ, ეგ არის სიცოცხლე. იმის გამო რომ სხვა დაპურებული იყოს, შენ რომ საჭმელს მოიკლებ, ეგ არის სიცოცხლე. გესმით? მაგრამ შენ თუ სხვას წაართმევ და შენს გამო სხვა მშიერი დარჩება და შენ მაძღარი, ეგ არის სიკვდილი. შენ თუ ეცდები რომ მარტო შენ იყო კარგად და სხვა არ გადარდებს, ეგ არის სიკვდილი. ეგ სიცოცხლე არ არის. იმიტომ რომ ეგ ქრისტეს გარეშე ყოფნა. და როდესაც შენ რაღაცას გაიღებ სხვისთვის, ადამიანისთვის, ეგ არის სიცოცხლე. უფალი ჩვენი გვასწავლის პატიებას არის თუ არა რაიმე, რასაც ერთმანეთს ვერ ვაპატიებთ ადამიანები. თქვენი აზრით რომელი უფრო მარტივია იყო იმ ადამიანთან ვინც მიყვარს და იცოდა რომ ეს არ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო თუ გიყვარდა შორიდან და მით უფრო იტანჯებოდა თუ არ შეიძლება მასთან ყოფნა არ უნდა იყო მასთან და არ შორიდან არ უნდა გიყვარდეს გააჩნია რა სიყვარულზეა ლაპარაკი და ცოტა ისეთი საკითხია დაკონკრეტებას რო საჭიროებს. თუ გნებავთ დავაკონკრეტოთ, თორემ ალბათ ეს უფრო პატარის დასმული შეკითხვა არ იქნება. რატომ შექმნა ღმერთმა პირველი ანგელოზები? ღმერთმა თავდაპირველად ანგელოზები შექმნა. მერე ეს ხილული სამყარო შექმნა. და მერე ხილულისა და უხილავისაგან ერთად ადამიანი. ადამიანი თავის თავში ხილულსაც ატარებს. აი ლამაზი თვალები რო აქვს ამ გოგონას ხო ჩანს მაგრამ მისი სული ხო არ ჩანს ესე იგი მას აქვს ისეთიც რაც ჩანს ხილული და ისეთიც რაც არ ჩანს ადამიანი თავის თავში აერთიანებს ანგელოზურ სამყაროსაც და აი ამ მიწიერ სამყაროსაც და ყველაფერი საბოლოო ჯამში ადამიანისათვის შეიქმნა და ბოლოს როგორც სამყაროს გვირგვინი ისე შეიქმნა ადამიანი მაგრამ ზოგიერთი როგორც წეღანაც იყო საუბარი ამბობს რომ ადამიანიო მაიმუნისაგან მერე მისი შთამომავალიაო და ესეთი რაღაცები ხდება. არა უშო დაჭერთ. ხო არ დაგღალეთ ბავშვები? არა.
იესო ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხებამდე, სამოთხის კარიბჭის გაღებამდე მართალი ადამიანები ჯოჯოხეთში მიდიოდნენ თუ აბრაამის წიაღში. აბრაამის წიაღად სახარებაში სახელებულია სასუფეველით ბავშვობა. ლაზარე ხო აბრაამის წიაღში იყო. და ოღონ ეს არის უკვე მეორედ მოსვლის შემდგომ. მაგრამ მეორედ მოსვლამდე ყველა ადამიანი მიდიოდა ჯოჯოხეთში. და იმ ჯოჯოხეთში ელოდებოდა ადამიანი ქრისტეს მოსვლას. და ქრისტე, როდესაც ჯვარს ეცა, სწორედ ჯოჯოხეთშიც ჩავიდა იმ სულების ამოსაყვანად, ვინც იქ ელოდებოდა მას. და აღდგომის ხატს თუ დააკვირდებით, აღდგომის ხატზე იცი რა ხდება? ხელი უკიდია იესო ქრისტეს და ჯოჯოხეთიდან ამოყავს მართალთა სულები. იმიტომ აღდგომის ხატს სხვაგვარად ქვია ჯოჯოხეთის წარმოტყვენა, ჯოჯოხეთიდან მართალ სულთა აღმოყვანება. ქრისტემ ამოიყვანა ისინი ჯოჯოხეთში. რა ქვია პანდის შვილსო? ნამდვილად არ ვიცი. ალბათ პანდუკელა. არ ვიცი რა ქვია. რა ქვია, ალბათ უილმა მიცის გაბანათლებს. რა? ბელი? ბელი? არა, მე უფრო კარგი სახელი ვთქვი მე მგონი. რატომ გაუქმდა დიაკონისობა? დიაკონისა იცით რა არის? შეგიძლიათ გითხრათ რა არის დიაკონისა? არსებობდა თავის დროზე საჭიროება ეკლესიაში რომ დიაკონისა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს მერე ეს შეიცვალა და დღესდღეობით არ არის ამისი საჭიროება და კიდევ მრავალი რამ ისეთისა, რაც ძველ ეკლესიაში არსებობდა, მაგალითად საერთო აღსარება. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აქ აბა რომელი ჩვენთაგანი შეძლებს რომ გამოვიდეს და თავის ცოდვებით თქვას ყველას წინაშე. ხო ვერ შეძლებს. დღეს ეგ სიყვარული არა გვაქვს ერთმანეთისა, რომ აი ჩვენ ერთმანეთს მოусმინოთ, არ განვიკითხოთ და მისი ცოდვების გამო ჩვენ თანაუგრძნოთ. და ისიც ვინც გამოდიოდა და თავის აღსარებას ამბობდა, იცით რატო ამბობდა? რომ ის გრძნობდა თავს დამნაშავეს არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც იმ კრებულში იყო. იმიტომ რომ მისი ცოდვით სხვასაც ამძიმებდა. ესეთი შეგნება ჰქონდა ადამიანს და დღეს ეს შეგნება არ აქვს. დღეს ადამიანი რო ცოდავს, ფიქრობს რომ რა ვის რას უშავებ. მე ვაკლებ ჩემს თავს, მაგრამ ძველი ქრისტიანები ფიქრობდნენ რომ მარტო ჩემს თავს კი არ ვაკლებ, არამედ ყველას ვაკლებ. ეხლა მაგალითად აი რაღაცა აი ამდენი ადამიანი რო ვართ სიტყვაზე და ვიღაც რო წავიდეს და ტალახიანი მაისურით შემოვიდეს და თქვას რომ რა მე ვის რას ვაკლებ, მე მაწვია ეს ტალახიანი მაისური და არა აქვს ვიღაცას მოვთხოვრის, იქ რაღაცა მყრალი სუნი დადგება, ის სუნი სხვასაც შეაწუხებს, ხო მართალია? შენ შეიძლება უშუალოდ არ მიხვალ და არ გათხრი იმას, მაგრამ ის შენი მდგომარეობა უკვე სხვაზეც მოქმედებს. ამიტომ ყველას წინაშე გრძნობდა ადამიანი თავს დამნაშავედ. ერთ მონასტერში ასეთი რამე მოხდა. აი მივიდა ერთი კაცი, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა. წინამძღვარმა უთხრა რომ შენო შეგიძლია, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ რომელიმე ჩვენი თანატოლი შემოვიდეს და რაღაცა ცოდვები ჰქონდეს. ჩვენ ხო ყველას გვაქვს ცოდვა, უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მე რო ვკითხო რომ შენ ეხლა შეგიძლია მეთქი რომ ყველას თვალწინ შენი ცოდვები აღიარო და მან რო თქვას რომ მარტო აქ კი არაო, თუ გინდა ქალაქის მოედანზე გავიდეთ და იქ ვიტყვით ჩემს ცოდვებს. და მოძღვარმაც უთხრა რომ კარგიო, თქვიო აქ შენი ცოდვებიო და თავის ცოდვებს ყველასთვის საჯაროდ ამბობდა. და მე ერთმა კაცმა კითხა ამ მოძღვარს, მე ძალიან მოკლედ გიყვებით. რატო ათქმევინეო ყველას თანდასწრებითო ეს ცოდვებიო და იცი რატოო? ორი მიზეზის გამო. ერთიო, ადამიანი ან აქ უნდა შერწყეს თავისი ცოდვების გამო, ან
და ან კიდე იქ მოუწევს მარადიულად რომ შერცხესო და იმიტომ ვათქმევინე ესე საჯაროთო და მეორე კიდე იმიტომ რომ აქ არიანო ზოგიერთი ისეთები ვინც ვერ ამბობს ახსარებას ერიდება რაღაც ცოდვა აქვს და იმას ვერ ამბობს და მათთვის რომ გამიადვილებინა ეს საქმე ისე რომ ჩვენ ამაზეც ვიფიქროთ რომ თუ რამე არის ისეთი რომ გვიჭირს თქმა უნდა ეცადო რომ ის გამოთქვა რომ შეინანი ზოგიერთი შეკითხვა მეორდება და მე აღარ გავიმეორებ სად ცხოვრობდა იესო ქრისტე? იესო ქრისტე დაიბადა ბეთლემში, შემდეგ ნაზარეთში ცხოვრობდა. ცხოვრობდა კაპერნაუმში. იესო ქრისტე იერუსალიმთან ახლოს გააკრეს ჯარზე. ახლა ის ადგილი უკვე იერუსალიმად ითვლება, იერუსალიმში. ეკლესიის ანუ შეკითხვა ალბათ ესეთი ეკლესიის მსახური რომ არ ყოფილიყავი რა ვიქნებოდი? ეგეთ შეკითხვა. რა ვიქნებოდი ეკლესიის მსახური რო არ ყოფილი? რა ვიცი რა ვიქნებოდი? რასაც ღმერთი ინებებდა ის ვიქნებოდი. რა? პატარა ბავშვი? არა, პატარა ბავშვი ხო ყველანი ვართ, მაგრამ რო გაიზრდება, მაგაზე მე რო გავიზარდე, რო არ ყოფილიყავი ეკლესიის მსახური რა იქნებოდიო? არ ვიცი რა ვიქნებოდი. რა საკიდან უნდა ჰქონდეს ბავშვს კურთხევა მოძღვრისგან ზიარებაზე. მონათვლის დღიდან 40 დღისა უნდა მოინათლოს და მერე უნდა ეზიაროს. თუ სხვა ტაძარში ესწრება წირვას, სადაც მოძღვარი არაა თავისი და კურთხევის გარეშე რომ ეზიაროს თუ შეიძლება. რა არის იცით კურთხევა რატო არ უნდა ჰქონდეს? კურთხევა უნდა ჰქონდეს. თავის მოძღვარს უნდა კითხოს, აი ზოგადად როგორ ხდება. დაუშვეთ ჩვენი ტაძრიდან სხვაგან მიდის ვინმე საზიარებლად. უნდა მოვიდეს და იკითხოს რომ მამო, ამა და ამ ტაძარში მიწევს. აი დაუშვეთ ხდება ხოლმე რომ აღდგომას ვიღაცა სოფელში მიდის. სადღაც რომელიღაც სოფელში მიდის. აბა ცოტა მოითმინეთ, კარგი? მარტო ჩარტმა კი არ არის მოთმინე. ესე იგი რომელიღაც სოფელში მიდის. მე ვეუბნები. ეზიარე იქ ოღონდ სანამ მიხვალ საზიარებლად მოძღვარს ან თვითონ შეეკითხი ან სტიქაროსნის პირით შეუთვალე რომ მე მაქვს ჩემი მოძღვრისგან როცა კურთხევა და თუ შეიძლება რომ ვეზიარო ისე კი არა რომ წინ გამოიჭიმო და თქვა რომ მე კურთხევა მაქვს გავა არიქა ეხლა მოვედი და მაზიარებ ეგრე არ შეიძლება ზიარებას არავინ არ დაგიშლის მაგრამ შენ უნდა იკითხო, შენი თავმდაბლობა, შენი მოწესრიგებულობა, ოღონდ მაშინ კი არა, როცა მღვდელი ბარძიმს გამოაბრძანებს. არამედ მანამდე. უნდა შეუთანხმო, რომ მე მაქვს როცა კურთხევა და თუ შეიძლება რომ მაზიაროთ. აი ესე უნდა მიხვიდე და ესე თავაზიანად იკითხო ეს ყველაფერი თავის დროზე. ვინ დაიბადა პირველიო? რის გამო დაიღუპა იესო ქრისტე? იესო ქრისტე კი არ დაიღუპა ბავშვებო. იესო ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა და მკვდრეთით აღდგა. რამდენიმე შეკითხვა იმდენად ერთნაირია რომ მე მგონი ერთმანეთისგან იწერდნენ ბავშვები. ალბათ ეს უნდა დაუცათ შეკითხვა. როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს სექტის წარმომადგენლებთან, როცა ხშირი ურთიერთობა გიწევს, არის ნათესავი ან მეზობელი. როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს და უნდა სიყვარულით მოექცე, ესე იგი. შენ ის ადამიანი კი არ უნდა გძულდეს ან რაღაცა აი ცუდად კი არ უნდა იყო მის მიმართ განწყობილი. არამედ მისი ცდომილების მიმართ. და ამ თემაზე თუ მას არ სურს საუბარი, არც უნდა ელაპარაკო.
და არ უნდა ელაპარაკო კიდე მაშინაც, როდესაც ჯერ მე არ ვიცი ჩემი სარწმუნოების შესახებ კარგად და მტკიცე არა ვარ, მას არ უნდა ველაპარაკო. იმიტომ რომ ყველას არ აქვს ღვთისგან ამისი ლოცვა კურთხევა, რომ სხვას ელაპარაკოს. იცი რატო შეიძლება მოხდეს ისე, რომ შენ თავად დაეჭვდე შენს რწმენაში. ამიტომ ეს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ დაუშვათ რომელიმე ადამიანი არის ისე, რომ აი მოძღვარმა შეატყო, რომ შენ შეგიძლია რომ სხვას რაღაც უთხრა, მოძღვარი ეტყვის, რომ კი ბატონო, შენ აუხსენი. იმიტომ რომ შენ გატყობს, რომ იცი უკვე რაღაცა შენი რწმენის შესახებ. თუმცა არ შეიძლება რომ ვიღაცა ზემოდან უყურა, მე ქრისტიანი ვარ და შენ არაფერი არ იცი. ეგეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. პირიქით, თუ ის შენგან რაღაცას მოელის, რომ აუხსნა და შეკითხვები აქვს, შენ უნდა იცოდე შენი რწმენის შესახებ, ოღონდ მშვიდად უნდა აუხსნა, არა გაღიზიანებით, არა ქედმაღლობით, არა საყვედურის ტონით, იმიტომ რომ ხდება ხოლმე სამწუხაროდ და გადი და შემოიღო. საყვედურის ტონით, არამედ სიმშვიდით უნდა აუხსნა და შეიძლება შენ სიტყვებზე მეტად შენმა სიმშვიდე იმოქმედოს იმ ადამიანს. თუ შეიძლება ძალიან კარგი რამეც უთხრა, მაგრამ გაღიზიანებით და შენ სიტყვებს არავინ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინ იყო ყველაზე ძლიერი წმინდანი? ყველაზე ძლიერი წმინდანი ის არის, ვინც ყველაზე მეტი მოითმინა ქრისტეს გულისთვის. ეს ღმერთმა იცის. თუმცა უფალი თავად ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელზე დიდიო არავინ არ დაბადებულა, ეს სახარებიდანაც არის ცნობილი. იოანე ნათლისმცემელზე დიდი დედათა შორის არავინ დაბადებულა, დედისაგან ნაშობთა შორისო. არავინ არ შობილა. აი ეს უფლის სიტყვებია. მართლმადიდებლობა რა შუაშია, მაგრამ მართლმადიდებლურად დინოზავრები არსებობდნენო? არსებობდნენ. რა? ეხლა აღარ არსებობს. აი აქა წერია, რომ ივანე ელიაშვილის აღსარებაო და არაფერი არ წერია, ესე იგი არაფერი არ ჩაუდენია. რატომ არის? ეს ძალიან საინტერესოა, ამ შეკითხვას უპასუხებ ახლა. რატომ არის იესო ქრისტეს ჯვარზე ერთი ნაწილი მარჯვნივ გადაგრეხილიო? ანუ შეიძლება რა იგულისხმება, ეხლა დააკვირდით ბავშვებო. აი ეს არის ჯვარი. და აი ასეც გამოისახება ხოლმე, ნახეთ, ასე და ასე ხო გამოისახება ხოლმე. ალბათ ამას გულისხმობს. ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც ადამიანს ჯვარზე გააკრავდნენ, აი აქ ეწერა ხოლმე რა დააშავა, რის გამო გააკრეს ჯვარს. და იესო ქრისტეს ჯვარზე რა ეწერა? იესო ნაზარეველი მეუფე ურიათა. ანუ აქ არაფერი დანაშაული არ არის, ხო ხედავთ და ეუბნებოდნენ პილატეს, რომ ეგ კი არ დაწერო, არამედ დაწერეო, რომ მან თქვაო, რომ მე ვარ მეფე იუდეველთა ურიათაო და პილატემ თქვა, რაც დავწერეო. აქ ეწერა ბერძნულად, რომაულად და ლათინურად. სამ ენაზე ეწერა იესო ნაზარეველი მეუფე ურიათა. ეს ეხა ნახეთ, აქ იყო კიდე ეს ფიცარი, ეს ფიცარიც ასე სწორად იყო ბავშვებო. აქ ფეხებს მიამსჭვალავდნენ ხოლმე, სამსჭვალით, ანუ ლურსმებით ფეხებს. და მაგრამ ეხა ნახეთ, იესო ქრისტეს ჯვარზე, როგორც აღნიშნეთ, ეს წერად არის ეს. ხო ესე? ეხა რატო? აქ სიმბოლურად რა გამოისახება? იესო ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ ხო ავაზაკები აცვეს ჯვარს. ხო და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი რომ გადარჩა და სასუფეველში როა, ეს ზემოთ აწეული მაგიტოა. აი მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი ვერ გადარჩა. რატო იცით? ეს ეუბნებოდა შენ თუ ღმერთი ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი. და მარჯვნივ ჯვარცმული ასე არ აყვედრი და არამედ ამბობდა რომ ჩვენ რაც დავაშავეთ, იმის შესაბამისად ვისჯებით. ამას კი არაფერი დაუშავებიაო, თავის მეგობარს ეუბნება. მერე უფალს მიუბრუნდა და ეუბნება,
უფალო მომიხსენე ოდეს მოხვიდეს უფევითა შენით შენ სასუფეველში მომიხსენეო და უფალ მოუთხა დღეს ჩემთან იქნები 60-ში ესე იგი ამით რა ჩანს სწორედ ჯვარცმით იესო ქრისტეს ჯვარცმით გაიხსნა კარის სასუფეველი და პირველი ცითვინ შევიდა სწორედ მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკიდან იმიტომაც ეს ღვთის მარჯვენა ნაწილი ზემოთ არის ხომი აწეული მარცხენა ქვემოთ მაგას გამოხატავს რომელი უფრო უკეთესია პირველი შენს თავზე იფიქრო თუ სხვაზეო რა კარგავ ჩიკჩიკებ აბა მოდი თქვენი ფიქრეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში არა ეგ ეგრე მარტივი სათქმელი კი არა ნახე შემოსაყვარელო სათქმელად ბევრი რამე ადვილია უბრალოდ ერთი დღე დააკვირდით თქვენს თავს დილიდან საღამომდე თქვენი ფიქრების, მონდომების, დროის და ყველაფრის რაც თქვენ გაქვთ უმეტესი ნაწილი შენ ხმარდება თუ სხვაზე ფიქრს ხმარდება აბა დააკვირდით უბრალოდ მე აღმოაჩენთ თქვენ ვიზე ფიქრობთ პირველ რიგში საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო რა თქმა უნდა და სხვაზეც უნდა იფიქრო ორივეზე უნდა იფიქრო მაგრამ აბა დააკვირდით თქვენი დრო თუ ენერგია პირველ რიგში ვის ხმარდება და რამდენი ხმარდება თქვენ და რამდენი შენს დაიკოს შენს დამიკოს იმიტომ რომ ჩვენი ქრისტიანობა ბავშვობა აქედან იწყება ჩვენი დედმამიშვილებისგან იწყება შენ თუ არ შეგიძლია რომ და გყავს ან ძმა გყავს და შენ თუ შენი დისთვის რაღაც დაგენანა და ახლა გინდა რომ სხვას უცხოს ვიღაცას დაეხმარო ეგ არ არის სწორი შენ ჯერ შენ დას უნდა დაეხმარო შენ დას თუ არ დაეხმარო თუ არ გიყვარს მაშინ თავს იტყუებ რომ იფიქრო რომ აი ვიღაცა სხვა მიყვარს ახლა ვინმე თუ გეტყვის აი დაუშვათ ვინმე გაიცანი და თავის დასთან ძმასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და შენ გეუბნება იცი როგორ მიყვარხარ აი ჩემი მეგობარი ხარ არ დაუჯეროთ შეუძლებელია ადამიანს თავისი და ან ძმა არ უყვარდეს და შენ გეუბნეოდეს რომ აი ესე მიყვარხარ და ისე მიყვარხარ უნდა გიყვარდეს აბარა რა ქვია წმინდანებს თავზე რომ აქვს გამოსახული თავზე რომ აქვს გამოსახული მაგას ქვია შარავანდედი და გამოხატავს ამ ადამიანის წმინდანობას ხომართალი იესო რატომ გააკრეს ჯვარზე ამაზე ვისაუბროთ ანა მე წამოკლებ ეს ფურცლები და მომიტა ბავშვებო ესეთი შეკითხვა ტაძარში დავინახე ერთი მანდილოსანი რომელსაც ჩარვალი ეცოვა რა კარგი ადამიანია ეს ვინც მარტო ერთი დაინახა ძალიან დამაინტერესა რადგან გოგოს ტაძარში კაბა უნდა ეცვას დამაინტერესა მას რატომ უნდა და შარლის ჩაცმა ეხა ნახეთ როგორი ამბავია ბავშვი ვინც ტაძარში დადის ეკლესიურად ცხოვრობს მან იცის რომ ტაძარში შესაბამისად შემოსილი უნდა შემოვიდეს მაგრამ ვიღაც შეიძლება პირველად მოვიდა ვიღაცა შეიძლება ისეთი განსაცდელი აქვს რაღაცა ტკივილმა მოიყვანა რაღაცა იჯერ მაგ შავლებზე და რაღაცეებზე კაბებზე არ ფიქრობს იჯერ ფიქრობს იმაზე სული რომ ტკივა იმას რითი უშველოს და ეს რო დაუამდება ეს ტკივილი ეხა მაგალითად აი რომ წაიქცე და ფეხი რომ მოიტეხო და სადღაც ჩხილიც რო გაიკაწრო ესე ჯერ რომ ეს აქცე ყურადღებას ფეხი რო ტკივა ჯერ ეს ტკივა და ეხა ჩვენ ვამბობთ რომ აი ჩხილიც რო გაკაწრული ჯერ იმას მიაქცეს ის შარვალი ეგრეა რა თქმა უნდა ჯობია რომ ის გარეგნული წესიც დაიცვას მაგრამ ჯერ იმას შინაგანი სხვა რაღაც უფრო დიდი იქნება აწუხებდეს გესმით ამიტომ მაგის გამო არავინ არ უნდა განიკითხოთ დადგება დრო რომ ისიც ისწავლის რომ კაბით უნდა შემოვიდეს და არა შავლით ისე რომ თან მეორე რა არის იცით შეიძლება ვიღაცა შავლით შემოვიდა ახლა კი არ ვამართლებ შავლით შემოსვლას მაგრამ მე მინდა რომ ჩვენი დამოკიდებულება სწორი იყოს
შეიძლება ვიღაცა შავლით შემოვიდა და ძალიან მორიდებით არის, აი თვითონაც ხდება რომ ეგ არ იყოს სწორი და დარდობს ამის გამო. გესმით? მაგრამ ჩვენ მის დარდს ხო ვერ ხედავთ. ჩვენ მარტო მისი შარვალი დავინახეთ და ვამბობთ რომ აი ეს არ უნდა გაეკეთებინა. მაგას ჯობია თვალები დახუჭო და შენ იმას დააკვირდე, შარვალი გაწვია კაბათო, როგორ არის ძალიან ბევრი. ისე რომ სხვაზე მაინც და მაინც აქცენტ ნუ გააკეთე. ღმერთს მოყავს ადამიანი. მადლობა ღმერთს რომ მოიყვანა. ზოგ შეიძლება ესე იგი ისეთი რაღაც აწუხებდეს, რომ საერთოდ ვერ ფიქრობდეს მაგას. თუმცა კარგი ადამიანია ეს მარტო ერთი რო დაინახა. დანარჩენებზე თვალები დახუჭა. რამდენი ხანი გავიდაო, გააჩნია საიდან? დაწყებიდან? შეიძლება ეგ, იმიტომ შეიძლება რა მოხდა, იცი? აბა ჩემს შეკითხვას. შეიძლება იმას ნიძლავი დავდო, აბა ჩემს შეკითხვას, მე რამდენი წუთი ამოიღებსო. არ ვიცი რამდენი გავიდა. 40. არ ვიცი თუ მოიგეთ გილოცავთ. რას ამბობს ქრისტიანობა მეორედ მოსვლაზე? როგორია ქრისტიანული შეხედულება სამოთხესა და ჯოჯოხეთზე? როგორია წინასწარმეტყველების როლი ძველ და ახალ აღთქმაში? აქ რო კონფეტები გქონდა სად არიანობა? ვიდეო ვუწევთ ერთ წელი გამოვიდა. აი ხა სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე მოდი ამითი დავიწყოთ. მერე მეორედ მოსვლაზე ვთქვათ. მოდი თუნთულა ჩემთან. მოდი. სამოთხე და ჯოჯოხეთი თქვენ გონიათ რომ საიდანმე იწყება? არა, სულ გამოიწყო. სამოთხე და ჯოჯოხეთი უკვე დაწყებულია. აქვეა, აქედანვე იწყება, უკვე დაწყებული. მოდი შენც. აი ხა წარმოიდგინე რომ ეს კონფეტი ძალიან გინდა რომ შეჭამო. შენც გინდა რომ შეჭამო, მაგრამ აი იდავში რომ ხელი ვერ მოხარო, შეჭამდი? აი ეს ხელი გაჭიმე, კარგად გაჭიმე ხელი და შეგიძლია ხელი ამოძრავ, მაგრამ აი იდავში არ უნდა მოხარო. და აბა მიდი ახლა შეჭამო. არ უნდა მოხარო. შენ შეგიძლია შეჭამო, მიდი. მირც. რა? აბა არ ვიცი ხო და აი ხა წარმოიდგინეთ. ხო და არ ვიცი, აბა ნახოთ რა. დაუშვათ აი ხლა ხო აქ გეკავებოდა ხო მოი. დაუშვათ აი დახში ვერ ახრიდა რა უნდა ქნა. აი ბოდიში და ცხვირიდან რაღაცა მოგდის. ვერ ახრი, ვერ ისუფთავებ ცხვირს. ვერც მეორეს. მაშინ რა უნდა ქნა, იცი? შენ უნდა ამსაყარელ ცუნცულას აჭამ, აბა გახსენი და აჭამ ერთი. ხელებს არ ავხრით. გახსენი? შენც იგივე. არა, ხელებს არ ავხრით. აი ეგრე ხო, აბა. და ერთმანეთს უნდა აჭამოთ. შენც აჭამე მიდი. ხო და აი ეს არის სამოთხე. ეს ეხა რაც მოხდა. და მანამდე რომ ისე იდექით კონფეტი გეჭირათ ხელში და ვერ ჭამდით, ეგ არის ჯოჯოხეთი. ესე იგი, ადამიანი მარტო თავის თავზე რო ფიქრობს, ეგ ჯოჯოხეთი, აი სხვაზე რო ფიქრობ, ეგ სამოთხე. დავძანთ. მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით რას ფიქრობს და? რას ფიქრობს და როგორი სწავლებაა, ესე იგი. ძალიან ხო არ დაგგარეთ. თუ თქვენს გინდათ რომ იდაყებში ვერ მოხაროთ. ეგ მერე ბოლოს. უფალი დაბრუნდება, ერთხელ ხო მოვიდა ბეთლემში იშვან. ჩვენ გვასწავლა გადარჩენის გზა. მეორედ დაბრუნდება და ვინც ქრისტეს ერთგულებით იცხოვრებს, იმას ქრისტე თავისთან წაიყვანს. იქ მარადიული სიხარული ელოდებს. ვინც ქრისტეს ერთგულებით არ იცხოვრებს, იმას ქრისტე თავისთან არ წაიყვანს. რატო იცი? მას არ ენდომება ქრისტესთან ყოფნა და მას არ ექნება ის მარადიული სიხარული. აი ესე მოკლედ რო ვთქვათ, იმიტომ რომ უფალი ესე ამბობს,
ვინც მე მემსახურებაო, მე გამომყვესო და სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და სადაც ქრისტე იქნება, იქ არის უსაზღვრო სიხარული. თქვენ ეს შეკითხვები ხსერო არ გადაიღეთ. რა არის ატომი? ატომი თუ ატომი, რომელი გაინტერესებს? ატომი. აი, აბა. ისეთი რამეები წერია, რომ ბუნებრივად გამოიწვია. მამაო, გაიღი მეთოდან. მერე წერია, რომ სიჩუმეში ვიმუშაოთო. და ხატია დაფა, ესე იგი, ანუ ჩავაქრო და მე დაფაზე რაღაცები აგიხსნა. სიჩუმეში. აი, მოდი სიჩუმეში ვიმუშაოთ. ეგ ალბათ მინიშნება იყო. მოდი ვიმუშაოთ აბა სიჩუმეში, ჩააქრეთ აბა შუქები. ნახოთ აბა რა გამო. შიშო ხელიდან გვეცლება. რა? ეს ჩართული. ჩემი დრო მოვიდა. საჰარა. როგორც უფროს შვილს. ხავალედ მევენახეებზე იზრუნა. მაგრამ გახსოვდეს. ნახევარი თომას ეკუთვნის. ერთობლივად იმუშავეთ. დიახ, მამა. მესმის, თომა. მესმის. ჩვენ შევხვდებით. კიდევ. ჯერ არა ამწიფე. აქ რა ხდება? ბატონო თომა, თქვენმა ძმებმა ვიბრძანა დაკრეფა. მაგრამ ჯერ არ დამწიფებულა. ბატონმა საჰარამ ბრძანა გადავურიოთ ადრე დაკრეფილში. ხორამ ვერავინ შეამჩნევს და ასე მეტ ფულს გამოიმუშავებს. ხედავ, მე მივხვდი ჩანაფიქრს. უძენს არ გაგაფუჭებინებ. მაგრამ გაფუჭება ჯერ ადრეა. მამამ ერთად მუშაობა დაგავალა. პასუხისმგებლობა მე დამაკისრა. გადაწყვეტილებას უჩემოთ ვერ მიიღებ. შეგუე. ძალიან კარგი. გავინაწილოთ ვენახი. რა? ჩემი წილი მინდა. შენ წილს რაც გინდა ის უყავი. ხელი მოაწერე. არაფერსაც არ მოვაწერე. მოაწერე.
ვენახი უმდიდრეს კაცად მაქცევს ისრაელში, მიჯობს მოუკვდე ვიდრე გაგიყო ის. მე მივიღებ ჩემ წილს. ასე არ ფიქრობ, გული რომ დატრიალდება, მაშინათვე მოირბე და შენ წილ თანხას მომთხოვ. Begging to have a part of it. Excuse me. უკაცრავად. იოსები აქ აღარ მუშაობს. საიდან იცით რომ აქ ვინც მოდის ყველა იოსებს კითხულობს. მეც ვექილი ვარ, მე შევისწავლე ეს დისციპლინა და მის ენაზე ვსაუბრობ, მაგრამ მე არავინ კითხულობს. სად შემიძლია მისი ნახვა? იცით, რას გეუბნებით? მე მოხუცი ვარ და არავის ვჭირდები. იქნებ მითხრათ სად წავიდა. მოვიდა თუ იქნებ წავიდა, მასთან წავიდა, იესოს გაყვა. იესოს? ხო, ვიღაც წინასწარმეტყველია თუ წმინდანი. იოსებმა იურიდიული პრაქტიკა დააგდო და მას გაყვა. მე კი დავდივარ სამსახურში და ხალხი ყოველდღე ვერ მეტყვით სად ნახავ იოსებს? მოძებნეთ იესო და იპოვით იოსებსაც. გავიგე რომ სადღაც მთებში აქედან დასავლეთით. მადლობთ. Mother warned me. დედა მეუბნებოდა გახდი მსხობელი. პური ყოველდღიურად ჭირდებათ. ვექილი კი წელიწადში ერთხელ მართალი იყავი დედა. მართალი. You were right. მამა შენთან ვალში ვარ თომა, მაგრამ ხო იოსებ, ერთადერთი ხარ ვინც მემკვიდრეობას დამიბრუნებს. სხვა იურისტებიც არსებობენ. მამა ამბობდა რომ შენ საუკეთესო ხარ. მაგრამ მე თავი დავანებე საქმეს. გემუდარები. დაბრუნდი იოსებ. საჰარა გაანადგურებს ვენახს, შელახავს მამის რეპუტაციას. შენი მესმის თომა, მაგრამ მე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ავირჩიე. აი ის მოდის. წამოდი, იესოს სიტყვები მოისმინე. იქნებ შენს მიიღო პასუხები. Blessed. ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არის სასუფეველი ცათა. Blessed. ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულითა, For they shall რამე თუ იგინი ნუგეშინის სცემული ქმნენ. blessed. ნეტარიყვნენ მშვიდნი, For they რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. blessed. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და სულოდეს სიმართლისათვის, For they shall რამე თუ იგინი გაანძღენ. blessed. ნეტარიყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ. Blessed. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. Blessed. ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძედღმრთისად იწოდნენ. In times past. ძველთაგან ქსმენია და არაკაცკლა, But I ხოლო მე გეუბნებით, that რომ who ყოველი ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განორისხდება, shall სამშაბლოს დაექვემდებარება. in times სმენიათ რასაც ამბობენ ძველები, ალი თვალისაწილ და კბილი-კბილისაწილ, but I მაგრამ მე გეუბნებით, if someone სამაგიეროს ნუნიაგებთ პოროტს, არამედ ვინც მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, in times იუშვირე მას thou მეორეც. shalt love thy თქვენ neighbor. ქსმენიათ რაც ნათქვამია ძველთაგან, გიყვარდეს მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი. ხოლო მე გეუბნები თქვენ, გიყვარდეთ მტერი Do თქვენ, good to them. აკურთხეთ თქვენი მაწევარნი Pray და for ილოცეთ თქვენს მჩაგვრელებსე. you and despitefully use you. You must do more. არა მარტო მოისმინოთ ჩემი სიტყვები, არამედ უნდა შეასრულოთ კიდეც ისინი, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და აღასრულებს მათ, ამგვარ მგონიერ კაცს, Who built his რომელმაც კლდეზე აიშენეს სახლი. What in the ეს რა ჩაიფიქრე? doing? I'm digging. საფუძველს ვტრის სახლისთვის. პირდაპირ აქ, კლდეზე, on a huge ამ საქმეს ხომ მთელი ცხოვრება მომდები. forever to dig here. Yes. დიახ,
მაგრამ სამაგიეროდ სახლი საიმედოდ მყარი იქნება. წარმომიდგენია რა დრო დაჭირდება. როგორმე მოვახერხებ. შენ უკეთ იცი. მე აი იქა ვაშენებ. იქ ხომ მხოლოდ ქვიშაა. ასე არ გამოვა, ეს სახი ფათოა. ყველაფერი კარგად იქნება, თან შენზე ორჯერ ნაკლები დრო დამჭირდება. ზადა ზუსტად წვიმების სეზონისთვის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ჩვენ მართებულად ვაშენებთ. არ შეგეშინდეთ. დინარე კლდეს ვერ გამოგვაცლის. შეწვით ეს ლუკუმი. არ საიდან წვეთავს. სახურავი არ მაღელვებს. თოკი დაიჭირე. აქ ჭირდება შენი დახმარება. სად მიდიხარ? ჩვენ გადავარჩენთ მას, დაბრუნდი. გთხოვ, გადაერჩინე, გთხოვ. ხოლო ყველა ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს მათ კავშირის ხმოკაც რომელმაც სახლი ქვიშაზე აიშენა ეს დაეცი და დაცემა მისი იყო დიდი ხედავ მის სიტყვებს ხელმწიფება აქვთ სიყვარული მოთმინება იდევება ააშენე შენი ცხოვრება ასეთ პრინციპებზე და ყველაფერი კარგად იქნება ირსს და ყოველთვის სასიამოვნოა საყვარელი მე ვენახეს და თანამშრომლობა აი გამომართვი შიშო სამი შეკელი გაკლდება ფასების აწევა მოგვიწია კარგი მე იმედი მაქვს ყურძნის ხარისხი იგივე დარჩა ჩვენ საუკეთესო ყურძენს ვყიდით ეჭვი არ შეგებაროთ
რას ვამბობდი? გამოვართვი თუ არა რამდენიმე მონეტა მოსუსულს, ეგრევე ჩემი ძმა გამოჩნდა. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი. მე ბოდიშს გიხდი. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საქმეს ისე უნდა უხემძღვანელოთ, როგორც ამას მამა აკეთებდა. ისევ შენს ასაგრძელებ, გაეთრიე. ჩვენ ხომ ძმები ვართ, უნდა მოვილაპარაკოთ. არაფერია სალაპარაკო. გვენახი მემაბარია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. სულელი ვარ, მეგონა აზრს შეიცვლიდი. მთელი ცხოვრება სულელი იყავი. აღარ დაბრუნდე, სანამ მზად არ იქნები ჩემებურად იმუშაო. გიყვარდეს მტერი შენი, რა სისულელეა. იესოს არ უთქვას, რომ მტრებიც იგივე დიდი პასუხებენ. მე მკვიდრეობის დაბრუნება მინდა, დამეხმარები თუ არა. მიდი იესოსთან. უკვე ვცადე, დინაღამ მომკლეს. მიდი და დაელაპარაკე. უთხარი შენი პრობლემის შესახებ. იგი 1000 ჯერ უფრო ბრძენია იმ სიგნობრებზე, ვინც მის გამოსაჭერად მოვიდნენ. შენ იცი, რომ მხოლოდ მას აქვს პასუხი. შენ ხომ გინდა მემკვიდრეობა? ყველა გოდორი არ ეტევა. ასეთი პრობლემები განსაკუთრებით მახარებს. იმდენი ბერძენია, რომ საცავი ვერ იდევს. მამა თქვენი ნაწილს ყოველთვის ღარიბებს აძლევდა. ღარიბებს? ნახევარ-ფასში უფრო გავყიდი, ვიდრე მაგ უსაქმურებს მივცემ რამეს. ოითმინე. ნახევარ-ფასში გაყიდვა? სხვა მევენახეები ამას ვერ იზამე. მე მათ ყველას შევისყიდი და ყველა ჩემგან იყიდის ყურძენს. ფასები კი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. რას დამდგახარ? წადი და ხმა გაავრცელეთ ყურძენი ნახევარ-ფასში. და მოურავო. მუშებს უთხარი ხვალ ტენტი დააყენონ. ტენტი? ხო, თან მოსავალი საკმაოდ დიდია და გატანა მოგვიწევს. ბატონო საჰარა, როცა ზამთარი მოვა, წინ კიდევ დიდი დრო აქვთ. ისეთი მდიდარი ხართ, კიდევ რამდენი გინდათ? კიდევ ცოტა მეგობარო, კიდევ ცოტა. როგორც ვიცი, ყურძენს ყოველთვის გედეონის ვაჟების განკიდულობდა. ეს ადრე იყო, მაგრამ რაც გედეონი გარდაიცვალა, ყველაფერი უკან წავიდა. ეს საჰარა დიდი არამზადა. იგი ვენახებს ყიდულობს, სურს რომ ჩვენ საქმეს ჩამოგვაშოროს. მამა, არაფერი იყიდო, საჰარა ყურძენს ნახევარ-ფასში ყიდის. ნახევარ-ფასში? წამოდი, სანამ სხვებმაც გაიგეს. მოიცადეთ, ნუ თუ ვერ ხვდებით, მოიცადეთ. ზოლა აღარ მაქვს. იქნებ თხოვთ მკვიდრელებს ხვალ მოვიდნენ. მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა. ვისაც არ მოსწონს მოშორდეს აქენა. თუ თქვენ ჩემს დასამოწმებლად აგირჩიეს, ვიფიქრებთ რა ილაპარაკოთ. სულიწმინდა განცნებს თქვენ, რაც უნდა ილაპარაკოთ. მოძღვარო, ძალიან გთხოვ, დაელაპარაკე ჩემს მას, დაარწმუნე გამიხოს მემკვიდრეობა. მე ვინ ვარ, რომ თქვენი მემკვიდრეობა გავანაწილო? მე ფრთხილად იყავით, ერიდეთ სახმართ მოყვარაობას, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიდიდეზე არაა დამოკიდებული. ერთ მდიდარ კაცს კარგი მოსავალი მოსდიოდა ყანაში.
და ის თავისთვის მსჯელობდა. რა გავაკეთო? ჩემი მონაგების სად დავატიო, არ ვიცი. მაგრამ ისე დიდი იყო მისი სურვილი ამ ყველაფრის ფლობისა, რომ დაანგრია მანთვის იმ ბეღელი და უფრო დიდი ააშენა. მაშინ უთხრა თავის თავს. ახლა ყველაფერი საკმარისად გაქვს. ახლა შეგიძლია ჩამოსვა და გაერთო. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას. სულელო, ამ ღამით სულს ამოგართმევე. და ვის დარჩება ეს ყველაფერი, რაც დააგროვე. ასე ემართება მათ, ვინც სიმდიდრეს თავისთვის იგროვებს და ღმერთში არ მდიდრდება. რისი თქმა უნდა და ამიგავით. რას უნდა ნიშნავდეს? გონი გასაგებად თქვა. ხო, ვიცი. დიდარმა ამ ქვეყნიური სიმდიდრეს საღვთო სიხარულზე მეტად შეიყვანა. ეს რატომ მომიყვა? რახან მემკვიდრეობის დაბრუნება მინდა? რა არის ამაში ცუდი? მან თქვა რომ სიძუნწეს ვერ იდო, მაგრამ ეს არ არის სიძუნწე, არამედ სამართლიანობა. მემკვიდრეობა მომყარეს, ეს უსამართლობაა. ვერ მოვისვენებ სანამ უკან არ დავიბრუნებ. მზად ვარ სიცოცხლე გავწირო ამისთვის. ისევე როგორც ის დიდარი კაცი იგავიდან. მე იმ დიდარს ვხავარ იგავიდან. ჩემი ცხოვრება დაფუძნებულია ამ ქვეყნიურ მისწრაფებებზე. მათზე აგებული. ის აგებულია ქვიშიან საფუძველზე. დიახ, რასულელი ვიყავი. რასულელი. შენ იცოდი რომ ასე მოხდებოდა? როგორ? მე ცირია დამემართა. სულ ხარ რომ შენივე ნახის ყიდვა მიწევს. ჩემი ოჯახი 200 წელი უვიდა ამ ვენას. ნუ ღელავ, ის საიმედო ხელშია. მამა შენ სრომეს გაერგო. მამა ჩემი ვერ ერკვეოდა ვაჭრობაში. ხო, მაგრამ ასეც მონდაკეთილი საქმეების მნიშვნელობა. ნოურავმა მითხრა რომ დაბრუნდი. მე დავბრუნდი რომ მე კი ვიცი რატომაც დაბრუნდი. ჩვენი პატარა მეურნეობა ისრაელში ყველაზე ძლიერი შეიქმნა, მაგრამ თუ გონია რომ გაგინაწილებ, წარებსდებ. მე ის აღარ მჭირდება საჰარა. მოვედი რომ გითხრა. შვიდობით. შვიდობით? დიახ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ვიცნობ შენაირებს. შენ გონია დავიჯერებ რომ ასე მარტივად დატოვებ ყველაფერ ამას? არა, ვფიქრობ რომ არ დაიჯერებ. შვიდობით საჰარა. ეს ყველაფერი ჩემია. თომაზე ბრიყვ ადამიანს არ შევხვედრივარ. ნოურავო, ღვინო დამიმატე. სიცოცხლის ბოლომდე აღარ მომიწევს მუშაობა. მხოლოდ ჭამა და სმა. ნოურავო! ბატონო საჰარა. ბატონო საჰარა. ნუ შეაგროვებ სიმდიდრეს მიწაზე.
სადაც ჩრჩილი და ჟანგი გაანადგურებს და სადაც ქურდები მოიპარავენ. არამედ დააგროვეთ სიმდიდრე ზეცაში, სადაც ვერც ჩრჩილი და ვერც ჟანგი შეგიჭამთ და ვერც ქურდები მოგპარავენ. რადგან სადაც არის თქვენი სიმდიდრე, იქ არის თქვენი გულიც. ბავშვებო, რამდენი ხანი ითმენდით თურმე, ესე იგი, ახლა ყოფილხართ ისე. კიდევ კარგი ამოიღეთ ხმა, თორე შეიძლება ვიღაცას სასულები გონებოდა. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ, ესე იგი. ჩვენთან არის ხოლმე თქვენიცით შეჯიბრებები. ეს შენთან. შეჯიბრებები არის ხოლმე სააღდგომოდ, საშობაოდ, ფერისცვალებისთვის. ამ შეჯიბრებებში გამარჯვებული ბავშვები ჯილდოვდებიან ხოლმე სხვადასხვა რაღაცეებით. iPhone 16-ებით და რაღაცეებით. არა, უბრალოდ ჩაკბეჭილი ვაშლებით. ეგ კი გვაქვს, ეგ ბევრი გვაქვს ბავშვი, ჩაკბეჭილი ვაშლები ბევრი. ეხლა უბრალოდ გაგაცნობთ ზოგადად საკითხებს. ნუ პატარა ბავშვები ძირითადად ჯილდოვდებიან ხოლმე იმით, რომ სადღაც ერთდღიანი ან ექსკურსია ხოლმე ან რაღაც ისეთი სახალისო. დიდები კი ხუთდღიანი ბანაკით და შემდეგი კვირა რომ დადგება. კვირა დღეს 12 საათზე იქნება ესე იგი მომზადება შეჯიბრებისათვის მომზადება ესე იგი რეგისტრაცია რომ ეს ბავშვები ვინც მოვლენ რავი 12 საათია და ეგ ზოგისთვის უკვე საღამოა იმდენად დაღლილია და ზოგისთვის დილაა ხოლმე გააჩნია ადამიან რომელზე იღვიძებს და თქვენ უკვე წირვაზე რომ მოგზადებით უნდა დარჩეთ 12 საათზე აქ იყოთ ვისაც სურვილი აქვს ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის აი ახლა უბრალოდ ყურადღებით იყავით მე რო არ თქვათ რომ ან არ ვიცოდი ან დაგვაგვიან და 12 საათს რო ვამბობთ ეგ იმას ნიშნავს რომ იმ ფილმის არ იყოს 12-ს რო 5 აკლია მაშინ მოხვალ უკვე დაგვიანებული ცოტა ადრე უნდა მოხვიდე მაცადე დავით ჯერ რო ვიტყვი თავიდან ბოლომდე თუ შეკითხვა რამე გაგიცდა მე მითხრა ყველანი პატარებიც და დიდებიც ყველა ასაკობრივი კატეგორია შევიკრიბებით კვირას 12 საათზე უკვე აქ ვიქნებით მე თქვენ გაგაცნობთ იმ საკითხებს რაც შეგხვდებათ უკვე შეჯიბრებისათვის მაგრამ ზოგადად ვიტყვი პატარებისთვის ჯერ რადგან ჯერ პატარებზეა ხოლმე საუბარი საკითხებში აუცილებლად იქნება შეკითხვები ესე იგი ბზობიდან ბზობის დღესასწაული იგივე
იერუსალიმში შესვლა, აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა და წმინდა ნინოს შესახებ. რადგან ეს წელი 2026 წელი, რომელიც ახლა მოდის, არის საიუბილეო წელი, 1700 წლისთავია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, რომელიც 326 წელს მოხდა ისტორიულად, ყოველ შემთხვევაში ასეა დადგენილი. ისე რომ შეჯიბრება ის არის, რომ ყველა თავისთავად შეჯიბრება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ. ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეჯიბრებით, სინამდვილეში კაცმა რო თქვას, ყველა თავის სიზარმაცეს ეჯიბრება. ვინც რამდენჯერ აჯობებს თავის თავს მეცადინეობისას, იმის მიხედვით არის აქ ვიღაც გამარჯვებული იქნება და ვიღაც არა. კარგით, ახლა რო არ დაგძალოთ, ავდგეთ, ვილოცოთ.